გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დიდი ზეიმი არის უფლის შებრძანება იერუსალიმში დიდებით. და ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენც იმად გვერდზე ვიყოთ, რომელიც ამბობდა ოსანა მაღალთა შინა კურთხეულას მომავალი სახელით და უფლისათა. წმინდა ეგნატეს სიტყვას წაგიკითხავთ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით გმულს. აღახვენით ბჭენი თქვენი მთავარნო და აღეხვენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაი. ამას სულიწმინდა აკანონებს და აცხადებს შთაგონებული წინასწარმეტყველის ვაგეებით. საყვარელო ძმებო, ღმერთი გამოხატავს თავის ყოვლადწმინდა ნებას დამკვიდრდეს ჩვენში. ჩვენი დიადი ღვთის ნების გამოცხადება განსაკუთრებით შეშვენის დღევანდელ დღესასწაულს, რომელზეც ჩვენ ვიხსენებთ. უფლის ქალაქ იერუსალიმში შესვლას მშვიდობის ქალაქში, ღვთისადმი ჭეშმარიტი მსახურების ქალაქში. იერუსალიმი ღვთისმოსავი სული სახია. აღახვენით ბჭენი თქვენი მთავარნო და აღეხვენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაი. სულიწმინდის სიტყვა სულიერად უნდა გავიგო და ავხსნათ, თქვა წმინდა მოციქულმა პავლემ. ზემოდან მოუხმოთ ღვთის მადლს და განვიხილოთ უფლის შესახებ ჩვენდამი უფლის მოწოდება. აღახვენით ბჭენი თქვენი მთავარნო და აღეხვენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაი. და ვინ არის ის მთავარნი, რომლებსაც მიმართავს აქვთ ის სიტყვა? ადამიანის სულსა და სხეულს, მთელი მისი ძალასა და შესაძლებლობას, მისი სიცოცხლეს ფლობს და განაგებს მისი გონება. გონება არის მეფე. მეფე მღვდელი თავადი პატარა სამყაროში ადამიანში. ჩვენი უფალი იესო ქრისტე არის ღვთის ჭეშმარიტება. რადგანაც ჭეშმარიტება მიიღება მხოლოდ და მხოლოდ გონებით, ამიტომ ღვთის სიტყვა, რომელიც ადამიანებს მაცხოვრის მიღებისაკენ იწვევს, მიმართავს მათ საწყის სულს გონებას, ასე ამბობს. აღახვენით ბჭენი თქვენი მთავარნო, გონების ჭეშმარიტებისაკენ მიმართვაში, გონების წმინდა ჭეშმარიტებაში, ქრისტეში ყოფნაშია ჩვენი სულის ხსნის არსი. რომელი ბჭეების აღებაა ნაბრძანები, რათა შესაძლებელი გახდეს დიდების მეუფის შესვლა ღვთის მიერ შექმნილ ქალაქში, ადამიანში. ეს ბჭეები ცოდვაა. ცოდვანი ეგე თქვენი, ამბობს წინასწარმეტყველი. წვალებენ შორის თქვენსა და ღმრთისასა და ცოდვათა თქვენთათვის გარე მიიქცია პირი მისი თქვენგან. ბჭეები მოხსენებულია როგორც საუკუნენი. ცოდვა, რომლითაც დავსნეულდით ჩვენს ფესვებშივე, წინაპრებშივე უსასრულოა. იგი მაცხოვარმა დაასრულა. მაგრამ ახლა ცოდა უსასრულო და მარადიულია მათში, ვინც არ ცნობს მაცხოვარს, ან მას ბაგეებით აღიარებს, მაგრამ ცხოვრებით უარყოფს. აღახვენით ბჭენი თქვენი მთავარნო და აღეხვენით ბჭენი საუკუნენი. ყვალადრას ნიშნავს ღვთის მოწვევასა და ბრძანებაში გამოთქმა აღახვენით. ჩვეულებრივ ბჭეები იხსნება, ხოლო აქ მათი აღებაა დაკანონებული. ამგვარად ამ ბჭეებისათვის, ცოდვისათვის აღებაა დაკანონებული. ამ ბჭეებისათვის, ცოდვისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა სიტყვა გახსენით. საჭირო იყო სიტყვა აიღეთ. საჭიროა ბჭეების აღება, მათი მოშორება სავსებით განადგურება. ცოდვის მონანიება, თქვა ერთმა დიდებულმა მამამ, ის არის რომ აღიარო შენი ცოდვა, მოინანიო და მეტად აღარ
გაიმეორო. ეს დიდი მამა არის პიმენი დიდი. შევიდეს მეუფე დიდებისაი, მხოლოდ იმ სულში, რომელიც გადაჭრით უარყოფს ცოდვას, რომელიც თავს დამაკმაყოფილებლად განიწმენს სინანულით. სულიწმინდა, რომელიც ბჭეების აღებას გვიბრძანებს, ბჭეებსაც ასევე უბრძანებს აღებას. აღეხვენით ბჭენი საუკუნენი. ეს ნიშნავს თავდაპირველი ცოდვისა და ცოდვილი ცხოვრების მიტოვებისათვის აუცილებელია საკუთარის ნება და ძალისხმევა ადამიანისა. მაგრამ ადამიანისთვის ცოდვების მიტევება, ადამიანის ცოდვილი ჩვევების ძალმომრეობისაგან განთავისუფლება, ცოდვილი თვისებებისაგან განწმენდა, რომლემის დაცემულ ბუნებას შეეთვისა, ღვთის ყოვლადწმინდა და ყოვლისშემძლე სულის მოქმედებით ხდება. აღეხვენით ბჭენი საუკუნენი, როცა აიღება ბჭენი საუკუნენი, სულში შედის მეუფე დიდებისაი. სასურველი და სასიხარულო იყო იერუსალიმისათვის მასში გამომსყიდველის, მხსნელის ჩვენი უფლის და ღვთის იესო ქრისტეს შესვლა, რომელსაც ჩვენ ვიხსენებდა დღესასწაულებთ საყვარელო ძმებო. ჩვენ ყველა შეგვიძლია უდიდესი ბედნიერების ღირსი გავხდეთ, თუ კი მას ვისურვებთ და მთელი გულით შევეცდებით მის შეძენას. განეშორეთ ცოდვას, რომლის გულისთვისაც გვერიდება უფალი. გურწპელი და ქმედითი სინანულით განვეშოროთ ცოდვას. დაეთ ჩვენი აზრები, გულისმიერი გრძნობები, სიტყვები და საქმეები ქრისტეს ცნებების გამომხატველი იყოს, რომლებიც უზუსტესად გვასწავლის, როგორ უნდა ავიცილოთ ბოროტება თავიდან და როგორ ვქნათ სწორედ ღვთისსათნო სიკეთე. ასე მოგცევით ჩვენ თავს ქრისტეს ღირსეულ სახლად, ტაძრად და ქალაქად ვაქცევთ. უკეთუ ვისმე უყვარდე მე, თქვა მან, სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს და მამამანცა ჩემმა შეიყვაროს იგი და მოვიდეთ მისა და მისთანა დავადგრეთ. აღახვენით ბჭენი თქვენი მთავარნო და აღეხვენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაი. ამინ. აი ამ სიტყვაში წმინდა ეგნატე გვეუბნება, რომ ჩვენთან რომ შემოვიდეს ღმერთი, ჩვენ უნდა შევინანოთ ცოდვები. ადამიანის მთავარი არის მისი გონება, როგორც მოისმინეთ, ის განაგებს ყველაფერს და ამ მთავარმა უნდა აიღოს გახსნას, აიღოს თლიანად თავისი ცოდვები. ბჭეების აღებაში სწორედ ესე გულისხმება, როგორც მოისმინეთ. და ეს ხდება ნახეთ რითი? ადამიანმა თავდაპირველად უნდა გამოხატოს ნება და ძალისხმევა, რომ ცოდვას მოერიდოს. და აი ამას რომ გამოხატავს ადამიანი, მე ადამიანში ღვთის მადლით უკვე ღმერთის ჩარევით ხდება ცოდვისგან განთავისუფლება. ადამიანი ცოდვისგან თავისით ვერ განთავისუფლდება. რაც არ უნდა მოინდომოს, უნდა ჩაერიოს ღმერთი. ადამიანის ნება და ღვთის მადლი ადამიანს ანთავისუფლებს ცოდვისაგან და მერე მასში შედის ღმერთი და მკვიდრდება იქ, როგორც ეს უფალმა ვითხრა წმინდა წერილის მეშვეობით. აი ამაზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენ ხშირად გვავიწყდება სინანული. სვარამეებზე ვფიქრობთ. ძირითადად მიწიერი საქმიანობის გარშემოტრიალებს ჩვენი გონება და ეს არის შეცდომა. ადამიანს ნახე როგორ უნდა იყოს მის ფიქრებში, გულის თქმებში, სიტყვებში, საქმეებში უნდა ჩანდეს ღვთის მცნების ერთგულება, ყველაფერში. აბა ჩვენ გულში ჩავიხედოთ ვართ ესეთი ქრისტიანები, რომ ჩვენი გონება, ჩვენი გული, ჩვენი სიტყვა, ჩვენი საქმე სუცდილობდეს რომ ღვთის მორჩილებაში იყოს. ეს თუ არ არის, ამის გარეშე ვერ ცხონდებით. ამიტომ ღმერთს უნდა ვთხოვოთ, რომ მოგცეს ეს ზალა, მადლი, რომ ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი. ნახეთ, დაკარგად იყო ნათქვამი აქ, რომ ყველაზე ზუსტად და ყველაზე კარგად როგორ უნდა მოერიდოს კაცი ცოდვას,
და როგორ უნდა აკეთოს სიკეთე, ისე რომ ღმერთს მოეწონოს ღვთისათნო სიკეთე, ეს არის დაწერილი წმინდა წერილში. ჩვენ სამწუხარო წმინდა წერილი გვერდზე გვადადებული დიდი მტვერიადებს სიმწიქს და ისე წიგნებს ვკითხულობთ, რომელიც არანაირ სარგებელს არ გვაძლევს. პირიქით, ჩვენ გონებას, ჩვენ გულს აცილებს ღმერთს. ამიტომ ეს წიგნები დავხუროთ და ის წიგნი, რომელიც გადაგვარჩენს, გადავშალოთ და გულმოდგინედ ვიკითხოთ. ჩვენც ვიკითხოთ და ჩვენ შვილებსაც ვკითხოთ. საღამოობით, აი თუ სოქს ახს დრო, რომ რა ეს ფუფუნებაა, რომ დრო ქონდეს საღამოზე კაც. 1-2 საათი არის ხოლმე ხანდახან. ტელევიზორთან არ დეждეთ. ტელეფონი ხელში არ აიღოთ. აიღეთ სახარები. აიღეთ წმინდა მამების ნაშრომები. ისეთი განძი გვაქვს, ენა ვერ იტყვის. ისეთი რაღაცეები გვასწავლეს მამებმა, რომ გადავრჩეთ. სულის ხონებაში რაც გვეხმარება და ამას არ ვიღებთ, ამიერას არ ვიყენებთ. ეშმაკი მე ადვილად გვატყუებს. აღედ როგორ თქვეს მამებმა, შეინანო ნიშნავს აღიარო ცოდვა და აღარ გაიმეორო. თუ ცოდვას იმეორებ, შენ სინანული არ გაქვს. შენი სინანული იყო დროებით და გაქრამე. პეტრე მოციქულზე ხო გაქვთ მოსმენილი ყოველთვის. რამდენჯერაც მამალი დაიყივლებდა, ახსენდებოდა, რომ უარყო ქრისტე. და სუტიროდა, მთელი ცხოვრება ტიროდა. თვალები ქონდა სუსტ ჩასისხლიანებული. ტირილით. მუხლებზე კანი გასქელებული ქონდა და შუბლი. და ღარები ქონდა ღაწვებზე, იმიტომ რომ სუახსოვდა და სუტიროდა. ჩვენ რო ესე გვახსოვდეს ჩვენი ცოდვები, ცოდვას არ მიუბრუნდებით. ეშმაკი მოდის, გვავიწყებს ამ ყველაფერს და მერე მოტყუებულები აღმოჩნდებით ხოლმე. ღმერთმა დღევანდელი დღის მადლით მოგცეს ზალა, რომ ისე ვიცხოვროთ, უფალი ჩვენში შემოვიდეს როგორც ტაძარში, როგორც ქალაქში და როგორც იერუსალიმი არის მშვიდობის ქალაქი, ესე ჩვენი სული და ჩვენი გული აქციოს მშვიდობის ქალაქად. ამინ.